ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ჩვენ ისევ ერთად ვართ და ისევ შოუ-ბიზნეს სიახლეებს გთავაზობთ ლაილაისთან ერთად. და რადგან ახლა ინფორმატორის დრო დადგა, ნახოთ რითი იყო საინტერესო 4 ნოემბერი ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესისათვის. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ. ინგრიდი თბილისშია, აჭარა მიუზიკ ჰოლში ის ერთადერთ კონცერტს გამართავს. შავი პრინცი, ცნობილ სიმღერას იტალიელი განგსტერების შესახებ მულტფილმიდან კაპიტან ვრანგლერის თავგადასავალი მეგობრების სტუდიაში წერს. ცნობილი ბრიტანული ჯგუფი The Brother with Different Mother თბილისში კონცერტებს გამართავს კლუბ ნოანუაში. შავი პრინცი ახალ სიმღერაზე მუშაობს. ეს არის საკმაოდ ცნობილი სიმღერა იტალიელი განგსტერების შესახებ მულტფილმიდან კაპიტან ვრანგლერის თავგადასავალი. როგორც გავიგეთ, სულ მალე ამ სიმღერაზე ახალ ვიდეო კლიპსაც გადაიღებენ და მისი რეჟისორი, როგორც ყოველთვის, თავად შავი პრინცი იქნება. ვასრულებ ახალ სიმღერაზე მუშაობას, კლიპის მოყვება ამას, არ მინდა მაინც ეხლა რომ დავასრულო მოვლენებს და თავშევიკავებ რა სიმღერა, რა მიმართულებაშია, როგორ კეთდება, ამაზე არ ვისაუბრებ და რა ვიცი, რამოდენიმე ახალი თემა მაქვს რა, აუცილებლად მოეწონება მასას, გათვალისწინებულია მასაზე და არა მარტო იმაზე, რომ მარტო მე ვისიამოვნო და სხვა მოვერა. ვითვალისწინებ იმას, რომ მასამ ისიამოვნოს აუცილებლად და მე ამას რო შევხედავ, რომ ასიამოვნებია მასა, მეც გამისორდეს და მე სიამოვნოს რა. ხელწერა იგრძნობა თავისთავად, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩემი ხელწერა თუ არ მექნა, შეიძლება ჰაირდაირიოს მე რა ჩემი სისტემა და ჩემი ხელწერაც იგრძნობა და კიდე შეტანილი არის ისეთი ელემენტები, რომელიც ეხლა მსოფლიოში პოპულარობას უწევს რეპ იმიჯს. თემა არის ჩემი, ტექსტი ჩემი არის, არანჟირების ავტორი ზაზა ხუბუკელაშვილი. მე ყოველთვის ჩემი კლიპების რეჟისორი მე თვითონა ვარ, იმიტომ რომ მე მგონი რომ მე თვითონ უფრო ვაგნებ იმ ადგილებს, იმ მომენტებს ჩემ თავში, რაც საჭიროებს ჩემს მუსიკას, ჩემს პროფესიას, ვიდრე ალბათ სხვა. შეიძლება სხვამაც მიაგნოს, მაგრამ უფრო დრო დაჭირდება ამას და რაღაც ათვისება რა, თუ რა არის ჩემს სულში, რა დებს და როგორ მინდა რომ მე ამ თემას მივუძღვიე. როგორც იცით, თბილისში იმყოფება ბრიტანული ჯგუფი The Brothers with Different Mothers, რომელთა სახელიც ქართულად ასე ჟღერს, ძმები განსხვავებული დედებისაგან. ინფორმაციისათვის გეტყვით, რომ ეს არის მანჩესტერში საკმაოდ ცნობილი ჯგუფი, რომელიც 4 წლის წინ ჩამოყალიბდა. 4 ადამიანისაგან შემდგარი კოლექტივის სტილი გახლავთ ბრიტანული გიტარული როკი. The Brothers with Different Mothers თბილისში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება და კონცერტებსაც გამართავს. ჩვენ მათ ერთ-ერთ რეპეტიციას დავესწარით. ეს არის ჯგუფი The Brothers with Different Mothers, მანჩესტერიდან, ანუ ძმები განსხვავებული დედებით. მანჩესტერიდან ძალიან პოპულარული ჯგუფი მანჩესტერში, ანუ Great Manchesterში, ეს ნიშნავს
5 მილიონ ადამიანს. ჩამოსვლები არიან თბილისში, ჩამოვიდნენ პროექტის ფარგლებში მიეხმარენ მომავალს, ჩვენ მხარი დაგვიჭირეს, 1 ნოემბერს ჰქონდა კონცერტი ვაკის პარკში. და სხვათა შორის გმირული საქციელია, იმიტომ რომ მანამ ორ სხვა ჯგუფთან ქონდა მოლაპარაკება და უარი გვითხრეს, იმიტომ რომ საელჩოში უთხრეს საშიში არ ჩახვდეთ საქართველოში და ამად გადაწყვიტეს ჩამოსვლა. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, რომელიც ახლა კეთდება ქართულ ჩანაწერებში, ხო? რომელიც გაკეთდა გუშინ, ღამე, სრულიად სპონტანურად. ღამე მოვედით სადღაც რომელზე არა, მოვედით სადღაც პირველის ნახევარზე და 5-მდე აქ ვიყავით, ვიწერდით ისე სპონტანურად და რაღაც ჩაწერეს და ეხლა ამ სიმღერის დამუშავება ხდება. თქვენი ქვეყანა ნამდვილად არაჩვეულებრივია, ხალხი კი ძალიან თბილი და ემოციური. პირველად რაც მოვისმინე ქართული, ეს იყო სოფტ-ჯექტის კომპოზიციები, რომელშიც ბევრი ხალხური ელემენტი სჭარბობდა. აქ კი სუფთა ხალხურ შემოქმედებას გავეცანით და აღფრთოვანებულები ვართ. ძალიან მომწონს ისიც, რომ თქვენი ჯგუფები დასავლურ მუსიკასაც უკრავენ და მასში ქართული შტრიხებიც შეაქვთ. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ხვალინდელ კონცერტს ნოა-ნოაში, შევეცდებით განსხვავებული ახალი კულტურა შევთავაზოთ ხალხს ჩვენი მუსიკის სახით. How many tracks is there left on that? Dancing in the wind, not when I want to. Dancing in the wind. იტალიელი მომღერალი, რომელიც ფრანგულად მღერის. მივხვდით ალბათ, რომ ინგრიდზე მაქვს საუბარი თბილისშია. თუ თქვენ სისტემატურად ადევნებდით თვალს ჩვენს გამოშვებებს, მაშინ მერწმუნეთ სრული ინფორმაცია გაქვთ მის შესახებ. ჩვენი გადამღები ჯგუფი მომღერალს აეროპორტშივე დახვდა. ახლა კი გავიგოთ, თუ რა შემოგთავაზებს ინგრიდი აჭარა მუსიკალში და საერთოდ რას გვეტყვის ახალს. Добра. Жень. Чао. Thank you. Cosa sentiamo? და დადგა ის დღე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად თქვენ ცალო და ჩვენ ახლა ვიმყოფებით აეროპორტში, სადაც ზუსტად ამ წუთებში დავხვდით ინგრიდს. მოდით ერთად გავეცნოთ მას, ხოლო რაც შეეხება კონცერტს, სიუჟეტს აჭარა მუსიკალიდან ხვალ შემოგთავაზებთ. წავედით. Io ho avuto successo con una canzone e se prima con ძალიან კარგია მიმღერია ფრანგულადაც, ინგლისურადაც, ესპანურადაც, მაგრამ ეხლა ამჯერად ვღერიო ფრანგულად, იმიტომ რომ რამდენიმე წელია მომიწევს ალბათ ფრანგულ ენაზე ვიმღერო, ვინაიდან კონტრაქტის საფუძველია, კონტრაქტი არ მეძლევს სხვა რამის უფლებას. Penso di cantare quelle della შევასრულებ მხოლოდ ჩემი ალბომის რეპერტუარიდან, მაგრამ თუ დავინახეო, რომ ხალხი იქნება ისეთი სიტუაცია, რომ შემექმნება მის შესაძლებლობა ვიმღერო ნელი სიმღერებიო, შევასრულებო აბსოლუტურად თელ ჩემს რეპერტუარს შეძლების დაგვარად. Sei brava, né? Un genere particolare tra il pop e il dance che non è assimilabile a nessun altro genere. ამ სიმღერაში გაერთიანებულია ზურამოდელური ევროპა, ოხური მუსიკა და სასაფლაო მუსიკა გაერთიანებული შექმნილია და ეს ძალიან იშვიათია, რაც ხდებაო, ეს გაერთიანებულობა ძალიან მოიწონს. Italia e i miei vicini di casa a volte non vi riconoscono. ძალიან სასაცილოა, ტრანსპორტი როცინიშია, ხალხი უბრალოდ ქუჩაში ვცნობენ და ასევე ცნობილი ვარ ამერიკაშიო, გერმანიაში. ახლა კი ვიმყოფებით აჭარა მუსიკალში, სადაც ის მართავს პრესკონფერენციას ჟურნალისტებისთვის. წინასწარი პროგნოზით არაჩვეულებრივი კონცერტი გვალოდება. No, è 2 anni e mezzo che sono completamente sola, traumatizzata dall'amore.
e sono molto arrabbiata con il mio ex fidanzato. ესე იგი 2 წელიწად ნახევარია ვარო მარტო ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემ შეყარებულზე და ეხლა ვცდილობ რომ ჩემი ეს გაბრაზება ჩემი ეს აგრესია მხოლოდ სიმღერით ამოვისვა. Psicologo esterno quello che mi viene da dire e mi aiuta molto. მინდა ვთქვა უპირველეს ყოვლისა, რომ ძალიან სიმპათიური ქალბატონი ბრძანდება. ჩემთვის ესეთი გარკვეულწილად სიურპრიზი იყო, პლუს ამასთან ყველაფერთან ჭკვიანი ქალბატონი და მე იმედი მაქვს, რომ ასეთივე ჭკვიანური, მაგრამ ამავე დროს გასართობი მუსიკა იქნება დღეს ჩვენს კლუბში და ძალიან ბევრი ხალხი მოვა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა აირია სიტუაცია ქალაქში. Telephone number. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.